გამარჯობა მეგობრებო, ძველთა ახალწელი გილოცავთ. დღეს ჩვენი საუბარი იქნება, როგორც ყველა მიცის, ყველას სჭირდება ძვლები, ძამთელი. პატარა ბავშვებიდან დაწყებული მოხუცი ადამიანი. ყველას სჭირდება ძამთელი ძვლები. ეგეთი 5 საჭმელი, რომელიც ბავშვებს სასჭამს და დიდები. მაგრამ ჩვენი ძვლების ძამთელობისთვის არ ვარგა. ყოველდღე მიგებამ შეიძლება გაასუსტო ნელა-ნელა ჩვენი ძვლები. იმიტომ ბოლომდე უყურებდე, თუ გაინტერესებს ეს რომელი 5 საჭმელია, რომელიც ასუსტებს ჩვენი ძვლები. პირველია ნებისმიერი სოდა. დიახ მეგობრებო, ეს სოდა კი არა, Coca-Cola, Pepsi და სხვადასხვა გაზიანი საჭმელი. აქ არ შედის წყალი, გაზიანი წყალი. სოდა, სადაც არის ფოსფორით მჟავა მეგობრებო. თქვენ უნდა იცოდე ფოსფორით მჟავა შეიძლება დალპე, ანუ შიგნით რო ჩადოთ ფოსფორით მჟავაში ძვალი, ცოტა ხანში ეს ძვალი აღარ იქნება, გახრება. და თქვენ რო სვა Coca-Cola, Pepsi, ეს ნებისმიერი სასმელი, ეს შიგნით რო შედის ფოსფორით მჟავა, იმის გამო კალცი არ გადამუშავდება. საჭმელიდან ხო იგებს კალცია. რძედან ხო იგებს მაწონი. ცოტა შედის, მაგრამ მაინც არ გადამუშავდება და ნელა-ნელა ძვლები დასუსტდება. მინახია პატარა ბავშვები დადიან, მშობლები აძლევენ პატარა ბავშვებს, რომელიც ლაპარაკი არ იცი და Coca-Cola სვა. მაგარი ეს იმ ბავშვისთვის ძალიან ცუდია. შეიძლება იმ ბავშვის ძვლები ისე კარგად არ განვითარდე, რომელიც უნდა განვითარებული იყო. შეიძლება თავისი სიმაღლეზე დარჩე პატარა. პირველი საჭმელი იყო ნებისმიერი სოდა. თუ დალევა მოგინდება, რა უნდა გააკეთო? თქვენი საქმე შეგიძლია გააკეთო. ბორჯომი ნაბეღლავი, ქართული გაზიანი წყალი რო იყიდება. 1 წიქა აიგეთ, ზევიდან გააწურე 1 ლიმონი და ანუ ვისაც დიაბეტი აწუხებს, ცოტა სტევია ან თაფლი. თქვენი საქმე, თქვენი სოდა მზად არის, რომელიც ვერ შეადარებს Coca-Cola-თან. აქ არ შედის ფოსფორით მჟავა, რომელიც ცუდი იქნება თქვენი ძვლებისთვის. აქ არ დამთავრდება მეგობრებო. იქ ხო მაგალი შაქარი შედის, კიდე კეფინი შედის. ჩათვალე რომ თითო დალევაზე შარდზე რომ მიდის ეს ადამიანი, რომელიც აქვს დალეული Coca-Cola, Pepsi და ეგეთი სასმელები. თქვენი ძვლებიდან ამოდის კალცია. კალცია იკარგება თირკმელებიდან და მიდის გარეთ. ძვირფასი კალცია მიდის გარეთ 1 სასმელის გამო. აქ ანთების პროცესი მაგლაწავა შაქრის გამო, კეფინის გამო და ფოსფორით მჟავის გამო ძვლები დასუსტდება. მეორე არის მეგობრებო მაგალი მარილიანი პროდუქტები. ნებისმიერი ეგეთი საჭმელი, რომელიც ბანკებში მოდის. ეგეთი თევზები, სოსისები, კალბასები, კიდე ბევრი ეგეთი პროდუქტი. იქ ქვეყანა მარილია დამატებული, რომ არ გაფუჭდეს პროდუქტი დიდი ხანი. როგორც აკეთებს ფოსფორით მჟავა, როგორც აკეთებს კეფინი, იგივე საქმეს აკეთებს მარილი. იმიტომ ედარება შაქართან მარილი, ორივე შხამი ადამიანის ზამთელობისთვის, ორივე თეთრი ფერისა, იგივე საქმე აკეთებს. მარილიანი საჭმელი ჭამის მერე თქვენ მოგინდება კიდე წყალის დალევა, ბევრი წყალი დალევა, შარდზე. წყალი დალევა, შარდე. და ეს შარდი არ არის ჩვეულებრივი შარდი. ამ შარდში შედის მაგალი სოდიუმი, მაგალი მარილიანი პროდუქტის გამო ნაჭამი კალცია იკარგება. შემდეგი რომელი ბევრს არ მოეწონება, ეს არის ალკოჰოლი მეგობრებო. 1-2 წიქაზე არ არის ლაპარაკი, ქრონიკული დალევა. ზედაზედ ყოველდღე დალევა. ალკოჰოლმა იცი მეგობრებო, კალცია და D ვიტამინის არა თანაბრდობა. ანუ თანაბრად არადროს არ იქნება. ეს უნდა იყოს. ეს კავშირშია დაბალი 1 მაგალი არ იქნება ძვლების ძამთელობისთვის კარგი. მარტო აქ არ ჩერდება.
ადამიანი რომელიც ყოველდღე სვამს, მაგის შეიძლება ძვლოვანი ქსოვილი გაფუჭდე. ეგეთი უჯრედები, ანუ ოსტეობლასტ ქვია მაგას. მაგისი გაფუჭებას შეიძლება ბევრი დალევან გამოიწიოთ. ეს თუ გაფუჭდება, მეგობრებო, ის ადამიანი ასაკი მომატებაში მაგის ძვლები იქნება სუსტი და წვრილი. თუ გინახია, ყოველთვის რომელიც ადამიანი სულ თვრალია, რომ დადის, ეს არ დადის ჩვეულებრივი ადამიანისავით. ხან სატკივა, ეს არის, რომ მაგისი უჯრედი, რომელიდან შედგება ძვალი, კარგი ძვალი, ეს გაფუჭდება. შემდეგი არის, მეგობრებო, წითელი ხორცი. წითელი ხორცი ჯამთელობისთვის კარგია, მაგრამ ეგეც ჯოგი ადამიანი ბევრი ჭამს. წითელი ხორცი. წითელი ხორცი, მეგობრებო, არის მჟავისკენ მიდრეკილი, ანუ ადამიანი რო ჭამს მეტი, ორგანიზმი გახდება acidic, მჟავე. და ჩვენი ორგანიზმი, ეს აწყობილია მაგარი წვიანია. რო ტუტე გახდე, ანუ არს ტუტე უნდა იყო, არს მჟავე, შუაში უნდა იყო. მერე ორგანიზმი უშვებს ძვლებიდან კალცია. კალცია გარეთ რომ მოვა, რო გარშემო გახდე ნეიტრალური, არა მჟავე, არა ტუტე. მაგრამ თქვენ ჭამს ყოველდღე წითელი ხორცი. წითელი ხორცი აქედან მოდის მერე ჩვენი ძვლებიდან მოდის კალცია და ძვლები იქნება სუსტი. ეს რაღაცა უცნაური მეგონა თქვენთვის რას ამბობო, წითელი ხორციო, პროტეინია, კი ბატონო, ცხეული პროტეინი. მე ჩემთან პრაქტიკაში ბევრი პაციენტს, ვისაც აჩუქებდა პოდაგრა, ვისაც აჩუქებდა ეს სუსტი ძვლების პრობლემა, შევაჩერეთ ნებისმიერი ცხეული პროდუქტის ჭამა და პოდაგრას გასწორდა, ფსორიოზის გასწორდა. ცხეული პროტეინი ყველა ადამიანს არ მოუხდება. ბოლო მეგობრებო, მაგალი შაქრიანი პროდუქტები, მაგალი ნახშირისწყლიანი პროდუქტი. დღეს ყველა ადამიანს აქვს D ვიტამინის დეფიციტი. როცა მაგალი გლუკოზა არის, მაგალი გლუკოზა ტრიალებს, მაშინ ნიუტრიენტები კარგად არ ითვისება. ერთ-ერთი D ვიტამინი ყველას აქვს და D ვიტამინის როცა იქნება დაბალი, ძვლები როგორ იქნება კარი და კარგი. იმიტომ ყოველთვის ბავშვებსაც და თქვენსაც ცადე ნახშირისწყლებით და შაქრის რაოდენობა აუცილებლად ქვევით უნდა გქონდე. მაგრამ მაინც თუ შაქარი ჭამა გინდა, შეგიძლია სახში გააკეთო იოგურტები, დაამატო იქ თაფლი, ნებისმიერი ხილი, ბევრი ალტერნატივა არის, რომ გადააიციოთ თქვენი ბავშვები იმ კამფეტები და შოკოლადების გამო, ვიდრე ბუნებრივი შაქრის პროდუქტებზე. იმედია მოგეწონება ინფორმაცია, თუ მოგწონს ჩემი კონტენტი, გააზიარეთ აუცილებლად მეგობრებში, გამოიწერე არხი, სულიკავით ჯამთელი და ბედნიერი.